აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ შოკში ჩააგდო ევროპელები. აშშ-ი მართლაც სტოებს ნატოს, თუმცა ამას ეტაპობრივად გააკეთებს. შეერთებული შტატები გეგმავს მნიშვნელოვნად შეამციროს თავისი სამხედრო ცვლილი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში და ევროპის თავდაცვის მნიშვნელოვანი ნაწილი ევროპელ მოკავშირეებს გადააბაროს. ამის შესახებ წერს გამოცემა შპიგელი, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინაში გამართული დახურული ბრიფინგის საფუძველზე, რომელიც აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა პიტერ ექსეტმა ევროპელ კოლეგებს ჩაუდარა. გამოცემის ინფორმაციით, ვაშინგტონი აპირებს გადახედოს ნატოს ძალების მოდელში მონაწილეობას და უკვე მოუწოდა მოკავშირეებს, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყონ მომავალი დანაკლისების ანაზღაურება. ფაქტობრივად განაცხადეს, რომ აშშ არა მხოლოდ ჯარისკაცებს გაიყვანს ევროპიდან, არამედ რაკეტებსაც გაიტანს. ავიაციას და ფლოტსაც ევროპიდან. მაგრამ პარადოქსი ისაა, რომ ევროპელმა თავდაცვის მინისტრებმა უკვე აღიარეს, რომ ვერ შეძლეს შეხვედრის დანიშნა თავიანთ ამერიკელ კოლეგასთან, პიტერ ექსეტთან. იქ უბრალოდ დააყენეს საკითხი, გასაგებია, რატომაც გერმანიამ განაცხადა და თქვეს, რომ ნიდერლანდები ევროპაში არ აპირებენ. მაგრამ რაც კიდევ უფრო საშიშია, ტრამპმა მაინც იპოვა გზა, როგორ აეცილებინა აშშ-ის კანონი და დაიწყებენ ჯარების გამოყვანას ევროპიდან. და ეხლა სხვათა შორის გასაგები გახდა, რატომაც გერმანია და ნიდერლანდები სასწრაფოდ ქმნიან ახალ სამხედრო კორპუსს ბალტიის ქვეყნების დასაცავად. მე მქვია ალექსეი პიჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, თხოვთ გამოიწერეთ ეს არხი, დაალაიქეთ ეს გამოშვება და დაწევეთ ნებისმიერი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ, რათა YouTube-ის ალგორითმებმა ეს გამოშვება უფრო მეტ მაყურებელს შესთავაზონ. მადლობელი ვიქნები თქვენი კომენტარებისთვის. და გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი, Pichi News-ი. ბმული მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. მაშაზე პენტაგონმა გასუპარასკევს შეკრიბა ნატოს მაღალი რანგის ჩინოვნიკები და აცნობა მათ აშშ-ის ძალების შემცირების გეგმაზე ევროპაში. როგორც გერმანული გამოცემა შპიგელი აზუსტებს, აშშ ნატოს ფარგლებში გეგმავს გამანადგურებლების რაოდენობის დაახლოებით მესამედით შემცირებას. ნიშნულად შეამცირებს სტრატეგიული ბომბდამშენების რაოდენობას და ასევე უარს ითქვის წყალქვეშა ნავების მიწოდებაზე. გარდა ამისა, იგეგმება უზრუნველყოფაში მონაწილეობის შემცირება. უზრუნველყოფაში ეს მიცებით. სადაზერო და საბრძოლო უპილოტო აპარატებით, ასევე საწვავის შემსები თვითმფრინავებით. შეხვედრის მონაწილეების თქმით, ამერიკული მხრიდან ამაზე სიგნალი ერთმნიშვნელოვნად გაჟღერდა. საკითხი იმაშია, რომ ამერიკელებმა გადაწყვიტეს მნიშვნელოვნად შეამცირონ თავიანთი შეიარაღება და ტექნიკა ევროპაში და უბრალოდ გაიყვანონ ისინი. და სამწუხაროდ ეს დონალდ ტრამპის ესეთი ეშმაკური ნაბიჯია, რადგან ჩვენ ეს უკვე განვიხილეთ თქვენთან ერთად. აშშ-ში გასული წლის ბოლოს მიიღეს კანონი. ის კრძალავს ამერიკის პრეზიდენტს შეამციროს ჯარების ჯარისკაცების რაოდენობა ევროპაში 76,000-ზე ნაკლებამდე. როგორც ჩანს, დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, კარგი, შეგვიძლია დავტოვოთ 76,000 ჯარისკაცი, მაგრამ სამხედრო ტექნიკა უბრალოდ გავიტანოთ ევროპიდან. კიდევ ერთხელ, ეს არის გამანადგურებლები, საწვავის შემავსებელი თვითმფრინავები, ბომბდამშენები, სარაკეტო სისტემები, უპილოტო აპარატები, პლუს სამხედრო საზღვაო ფლოტის შემადგენლობაც. ამასთან ვაშინგტონმა მიანიშნა, რომ ბირთვულ შეკავებას ევროპაში შეინარჩუნებს, მაგრამ კონვენციურ თავდაცვას კონტინენტზე უფრენზე უფრო მეტად ევროპულ ქვეყნებს გადააბარებს. და პიტ ექსეტის მრჩეველმა ესეთი პოზიცია გლობალური გარემოს ცვლილებით ახსნა. აშშ-ის აზრით, ევროპელმა მოკავშირეებმა უკვე გაზარდეს თავდაცვითი ხარჯები და შეუძლიათ მეტი პასუხისმგებლობა აეღონ საკუთარ თავზე. ბრიუსელისთვის ასეთი გეგმები მოულოდნელი აღმოჩნდა. ევროპელი დიპლომატები მაინც ეტაპობრივობას ელოდნენ, მაგრამ შემოთავაზებული შემცირებების მასშტაბები უფრო ფართო აღმოჩნდა. ამასთან, ამერიკული შესაძლებლობების ნაწილის სწრაფად ჩანაცვლება მართლაც ძალიან რთული იქნება. თუ გამანადგურებლების დეფიციტია, ნაწილობრივ შეიძლება მისი კომპენსირება F-35-ის მიწოდებით. ხოლო ბუნდესვერმა, გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ, პირველი ასეთი თვითმფრინავები მომავალ წელს უნდა მიიღოს, ხოლო პოლონეთმა უკვე მიიღო პირველი 3 ასეთი თვითმფრინავი. აი რაც შეეხება სტრატეგიულ ბომბდამშენებს, რომლებიც ბირთვული იარაღის დარებას შეძლებენ, ეს უკვე პრობლემაა, რადგან ევროპელებს ასეთი უბრალოდ არ აქვთ. დამატებით, ამერიკული ავიამზიდების ჩანაცვლებაც პრობლემატურად რჩება. და ის შპიგელის მონაცემებით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში წინ მიიწევს კონცეფცია ნატო 3.0, რომელიც გულისხმობს, რომ ევროპელებმა ძალიან მოკლე ვადაში უნდა აიღონ საკუთარ თავზე კონტინენტის თითქმის მთელი კონვენციური თავდაცვა. ალიანსში მიმდინარე მოვლენებს უკვე გარდამტეხ მომენტად მოიხსენიებენ. და ივნისის დასაწყისამდე, ყურადღება ივნისის დასაწყისამდე, ანუ პირდაპირ შემდეგი კვირის განმავლობაში, ხოლო ნატოს მოკავშირეებმა უნდა წარმოადგინონ წინადადება ამერიკული შესაძლებლობების ჩანაცვლების შესახებ.
ახალი მოდელი განაწილების ალიანსის შიგნით, ტვირთის განაწილების მოდელი, ვაშინგტონი უკვე ნატოს სამიტზე ივლისში აპირებს ოფიციალურად წარადგინოს. და ის სტუმარი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უკვე ახსნა, რატო ხდება ასე. ამბობს, უბრალოდ სხვა რეგიონებში გჭირდება ჯარები. ეხლა კი მოდით ცოტა მეტი დეტალი მოგაწოდოთ. ევროპელებისთვის ბრიფინგს ატარებდა ალექსანდერ უელეს გრინი. გასაგებად რო თქვათ, ეს არის ელბრიჯ კოლბის მოადგილე, ხოლო ელბრიჯ კოლბი არის პიტ ჰექსეტის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში. ეს სწორედ ის ადამიანია, რომელმაც 2025 წელს მაგალითად დაალობირა უკრაინის აშშ-ის სადაზორო მონაცემებიდან გათიშვა. ეს არის ის ადამიანი, რომელმაც 2025 წელს სამხედრო დახმარების შეჩერება დაალობირა. და სწორედ ელბრიჯ კოლბი მაშინ, ესე თქვა, დაალობირა იდეა, რომ უკრაინისთვის არ მიეცათ სადაზორო მონაცემები, რის გამოც უკრაინის შეიარაღებული ძალები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ კურსკის ოლქი. ეს ყველაფერი იყო ელბრიჯ კოლბი და იმისი მოადგილე ატარებდა ბრიფინგს ევროპელებისთვის. მან დამსწრეებს წარუდგინა კონკრეტული ციფრები აშშ-ის ევროპაში მონაწილეობის შემცირებასთან დაკავშირებით. წინადადება ბევრად უფრო რადიკალური აღმოჩნდა, ვიდრე ევროპელები ელოდნენ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი. ევროპელები ელოდნენ მხოლოდ უმნიშვნელო კორექტირებებს, მაგრამ ამერიკელებმა პირდაპირ მტკივნეულად იმოქმედეს. საბრძოლო გამანადგურებლების 1/3-ის შემცირება, სტრატეგიული ბომბდამშენების მნიშვნელოვანი შემცირება, ორივე ავიამზიდის გაყვანა, რომლებიც ახლა ევროპაშია, და ასევე ყველა წყალქვეშა ნავის გაყვანა. ასევე აშშ სრულად აცილებს სადაზორო უპილოტო აპარატებს და ამცირებს საბრძოლო უპილოტოებს. გარდა ამისა, ევროპელებს მკაცრი ვადა დაუწესეს. ანუ კიდევ ერთხელ, ივნისის დასაწყისისთვის მათ უნდა წარმოადგინონ გეგმა, როგორ და რით იქნება ეს ყველაფერი. რატომ ასეთი სიჩქარე? საქმე იმაშია, რომ 7 ივლისს თურქეთის ანკარაში გაიმართება ნატოს ყოველწლიური სამიტი. და სწორედ ამ სამიტზე ამერიკელები სურთ გამოაცხადონ ნატოს ახალი ძალოვანი მოდელის შესახებ, რომელშიც აშშ-ში უბრალოდ თვითონ გამოდის ევროპიდან. აი მათ სურთ ეს უკვე ივლისში გამოაცხადონ. ევროპელებისთვის ზემოთ ჩამოთვლილთაგან თითქმის ყველაფერი დიდი პრობლემაა. ანუ კიდევ ერთხელ როგორც თქვი, F-35 კიდევ როგორდაც შეიძლება ჩანაცვლება, ანუ ამერიკელები თავისებს აბრუნებენ, მაგრამ გერმანია და პოლონეთი უკვე კიდულობენ თავისთვის ასეთივე თვითმფრინავებს. მაგრამ რაც შეეხება სტრატეგიულ ბომბდამშენებს, მოისმინეთ, ევროპელებს ისინი საერთოდ არ ჰყავთ როგორც კლასი. ანუ პრინციპში მათ ესეთი ბომბდამშენები საერთოდ არ ჰყავთ. ისინი არ აწარმოებენ მათ. შესაბამისად, თუ ამერიკელები თავისებს აიღებენ, ეს პრობლემა იქნება. ავიამზიდებიც იგივე პრობლემაა. ევროპელებს მართლა ამაში ტრამპი მართალი იყო. ამასთან დაკავშირებით პრობლემებია. გარდა ამისა, ევროპელებს უბრალოდ არ აქვთ და უახლოეს მომავალში არც გამოუჩნდება თვითმფრინავები, რომლებიც ჰაერში სხვა თვითმფრინავებს საწოვით ამარაგებენ. ეს შეგახსენებთ ნატოს საბრძოლო კონცეფციის საკვანძო ელემენტია, რომელიც ჰაერში უპირატესობაზეა ორიენტირებული. გარდა ამისა, ეს უელეს გრინი აცხადებს, რომ ციტატა აშშ-ში მზად არის მჭიდროდ ითანამშრომლოს იმ პარტნიორებთან, ვინც მზად არის სწრაფად იმოქმედოს. და აი ზოგიერთმა ევროპელმა ეს ავიქვა როგორც ირიბი მუქარა, რომ აშშ-ში არ დაიცავს მათ, თუ მათზე თავდასხმა მოხდება. და აი საინტერესოა, რომ ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე იმავე პარასკევს მარკო რუბიომ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, განმარტა ეს გადაწყვეტილება აშშ-ის ვალდებულებებით აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, დასავლეთ ნახევარსფეროში და ახლო აღმოსავლეთში. და რუბიომ თქვა, რომ რეალისტები უნდა ვიყოთ და ციტატა: "მივცეთ აშშ-ის შესაძლებლობა მოემზადოს ორფრონტიანი კონფლიქტისთვის." აქ კითხვა ჩნდება: ორი ფრონტი რომლებია? ირანი და კუბა? ხოლო აშშ-ში კი დონალდ ტრამპის თქმით არ აპირებს ჩინეთთან ომს ტაივანის გამო. კიდევ ერთხელ, ანუ აშშ-ს როგორც ჩანს, ამჟამინდელი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ჩანაფიქრით, აქვს 3 ოპერაციული ზონა. ეს არის დასავლეთი ნახევარსფერო, სწორედ იქ სადაც კუბაა, ეს არის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი, იქ სადაც ჩინეთი და ტაივანია და ახლო აღმოსავლეთი, იქ სადაც ახლა ირანთან ომია. ტრამპი ამბობს, ტაივანისთვის ომს არ ვაპირებთ, ხოლო რუბიო ამბობს, ჩვენ ორ ფრონტზე გჭირდება ჯარები. ლოგიკა გვარნახობს, რომ კუბასთან და ირანთან ომი ერთდროულად იქნება. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა აღიარა, რომ აშშ-სა და კანადაში ვიზიტის დროს, სულ ახლახანს, მან ვერ შეძლო აშშ-ის თავდაცვის მინისტრ პიტ ჰექსეტთან შეხვედრის დანიშნვა. პენტაგონის ხელმძღვანელს სხვა პრიორიტეტები ჰქონდა და ის უსაფრთხოების კონფერენციაზე გაემგზავრა სინგაპურში. ანუ ევროპაში მთავარი მოკავშირე ჩამოვიდა, მაგრამ მას უბრალოდ უარი უთხრეს. უთხრეს ეს, ეხლა შენთვის დრო არ გვაქვს. ამ ფონზე ევროპელები საბოლოოდ მოქმედებენ. გერმანიამ და ნიდერლანდებმა მიიღეს გადაწყვეტილება შექმნან ახალი ამერიკული სწრაფი რეაგირების კორპუსი ბალტიის ქვეყნების დასაცავად რუსეთის შეჭრის შემთხვევაში. კორპუსის შტაბი განთავსდება გერმანიის ქალაქ მიუნსტერში.
კორპუსის თავარი ამოცანა იქნება სწრაფად უზრუნველყოს დიდი რაოდენობის ჯარების მობილიზება. მოსაოდელია, რომ მასში შეიძლება შევიდეს 60,000-მდე ჯარისკაცი. ეს იქნება უკვე მეორე ნატოს არმიის კორპუსი, რომელიც შეიქმნა ბალტიის ქვეყნების დასაცავად, მაგრამ პირველი, რომელიც მთლიანად ბალტიის ქვეყნებზე იქნება ფოკუსირებული. ამჟამად ნატოს ხავს არმიის კორპუსი შტაბით პოლონეთის შჩეცინში, მაგრამ ის პასუხისმგებელია ასევე პოლონეთზეც. საერთოდ ევროპელები მაინც სწრაფად დაიცვეს ამ ყველაფერზე რეაგირება. აქ მრავალ წერტილს დავსვამ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააცკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი შემოწირულობით ამ ვიდეოს აღწერაში მოცემული ბულებითა და რეკვიზიტებით, ან თქვენს ეკრანებზე მოცემული QR კოდის საშუალებით. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობა.